ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია სახელმწიფომ დაარეგულიროს ეს საკითხი. არსებობს გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო კონვენციის, რომლის მონაწილე ასევე საქართველო არის და აქედან გამომდინარე ჩვენ სწორედ აქცენტს ვაკეთებთ იმ საერთაშორისო ვალდებულებებზე, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია. 20 ლარი მინიმალური ხელფასი, ხო, ალბათ სასაცილოა და შეიძლება ითქვას, რომ არაადეკვატური ხელფასი აქედან გამომდინარე 1999 წელს დაწესებული, ეს ოდენობა მე ვფიქრობ არ შეესაბამება რეალობას, აქედან გამომდინარე მისი გადახედვა არის მნიშვნელოვანი. ისევე როგორც საჯარო აღმასრულებელ სექტორში დღეს არსებული 115 ლარი მინიმალური ანაზღაურება, რომელიც ასევე 2005 წელს პრეზიდენტის ბრძანებით განისაზღვრა, ესეც მე ვფიქრობ, რომ არ არის ადეკვატური, რადგან საარსებო მინიმუმი გაცილებით უფრო მეტი არის, აქედან გამომდინარე გარკვეული ცვლილებები ამ მხრივ არის აუცილებლად საჭირო და პირველ რიგში სწორედ ჩვენ პოლიტიკის შეცვლას და სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მინიმალური სტანდარტების დადგენას ვითხოვთ. რეკომენდაციები გახლავთ ამ კვლევის შედეგად შემუშავებული საქართველოს პროფკავშირები, საქართველოს სახალხო დამცველი არაერთხელ აყენებდა საკითხს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ფაქტი არის ის, რომ დღევანდელი რეალობა არის აბსოლუტურად შეუსაბამო იმ სიტუაციასთან, რაც საკანონმდებლო სივრცეში გვაქვს. მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში გახლავთ 20 ლარი, საჯარო სექტორში 135 ლარი, იმ დროს, როდესაც არსებობს კანონი საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით და სახელმწიფოს აქვს შემუშავებული საარსებო მინიმუმი, ის გახლავთ 161 ლარი. დღეის მდგომარეობით მინდა გითხრათ, რომ ეს კვლევაც აჩვენებს, რომ 22% საქართველოში საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს ხელფასი.